ვისაც აინტერესებს გაცნობიერებული სიზმრები, ვისაც აწუხებს ღამეული კოშმარების სიზმარში, ვისაც ხშირად ეს სიზმრება თითქოს მისდევენ, თითქოს რაღაცა ბოროტი არსება დაასდევს, ან მის დამორჩილებას ცდილობს, ან მის დაჭერას ცდილობს, ან გაწამებას ცდილობს. ასევე ვისაც აინტერესებს თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს თუნდაც ასეთი კოშმარი და გაცნობიერებული სიზმარი საკუთარი სურვილების და ნატვრების ასახდენად, ეს ვიდეო გახლავთ მათთვის. არ დაგიმალავთ ამ სურვილის, ამ მიზნის მიღწევას, რომ თქვენ შეძლოთ ამ ინსტრუმენტის გამოყენება, დიდი ძალისხმევა სჭირდება. საერთოდაც მინდა გითხრათ, რომ მარტივი რიტუალები მარტივ შედეგებს იძლევა. მარტივი ინსტრუმენტები ასევე მარტივ შედეგებს იძლევა. რომ ყველაფერი, რასაც მოსდევს ხელშესახების სერიოზული შედეგი, წარმოადგენს სერიოზულ სამუშაოს. ამიტომ, ვისაც არ ეზარება, ვინც მზად არის, რომ შეასრულოს ეს სამუშაო, რომელიც არ იქნება ერთჯერადი, თუმცა დაახლოებით 2 კვირიდან 2 თვემდე დაჭირდება ამ ინსტრუმენტის დაუფლებას. ზოგს შესაძლოა ეს პირველივე ჯერზე გამოუვიდეს, ზოგს ერთ დღეში, ზოგს ერთ კვირაში, ზოგს 2 კვირაში, მაგრამ დაახლოებით 2 თვე ამისთვის საკმარისია და თქვენ გექნებათ ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან სასიხარულო, მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგიტანთ და არა ერთხელ. რომელიღაც წინა ვიდეოში ვსაუბრობდი იმაზე, რომ თუ გძინავს და ძილში აცნობიერებ, რომ სიზმარში ხარ, ეს უკვე გაცნობიერებული სიზმარია და შეგიძლია ამ დროს ჩაიფიქრო რაიმე სურვილი, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში და საკმაოდ მოკლე ხანში ახდება. ახლა უფრო სერიოზულ ინსტრუმენტზე ვლაპარაკობ. პირველ რიგში მაინც დავიწყებ კოშმარული ზმანებებიდან, იმიტომ რომ ვიცნობ ადამიანებს, ვიცი ასეთი ადამიანები, ვისაც აწუხებს ღამეული კოშმარები, შფოთვა, თითქოს დასდევნიან ძილში, სიზმარში და ასე შემდეგ. მინდა გითხრათ, რომ პირველი რაც სიზმარში ასე დროს უნდა გააკეთოთ, პირველი, უნდა გააცნობიეროთ, რომ იმყოფებით სიზმარში. ანუ გიგძინავთ, მაგრამ თქვენი ცნობიერიც და თქვენი ქვეცნობიერით არასოდეს არ იცინებს. ამიტომ უნდა გააცნობიეროთ, რომ ხართ სიზმარში და პირველი ქმედება, რაც თქვენგან უნდა განხორციელდეს, ეს არის, რომ არ გაექცეთ ამ კოშმარს. არ გაექცეთ არსებას, რომელიც სიზმარში მოგდევთ, ან ცდილობს თქვენზე ზემოქმედების მოხდენას, მათ შორის ნეგატიურსაც. არ გაექცეთ, შემობრუნდით მისკენ პირისპირ და როდესაც შემობრუნდებით, დაინახავთ, რომ ის ზომაში დაპატარავდება და დაუსვამთ ასეთ კითხვას: რა ქვია? მითხარი შენი სახელი. როგორც წესი, სჭირდება მაქსიმუმ 3 გამეორება და ასეთი არსება გპასუხობთ, გეუბნებათ თუ რა ქვია. ამასთანავე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ პირველი შეკითხვის შემდეგ, როდესაც სახელს ეკითხებით, მან შესაძლოა უამრავი რამე გითხრათ.
სხვადასხვა შინაარსის, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის თაღლითურადაც, მათ შორის ფარისევლურადაც და ასე შემდეგ. ამას არ წამოეგოთ, სანამ მისგან არ მიიღებთ პასუხს თუ რა ჰქვია სახელი. როგორც კი თქვენ პასუხს მიიღებთ, შემდეგი ნაბიჯი გახლავთ ასეთი. ეუბნებით. მოდი, სახელით მიმართავ და ეუბნებით. მოდი დავმეგობრდეთ. როგორც წესი, ამას გამეორება აღარ ჭირდება ხოლმე, მაგრამ აქაც შესაძლოა იყოს სამემცდელობა. ნებისმიერ შემთხვევაში ის თანხმობას გეუბნებათ მეგობრობაზე და აქ იწყება ნამდვილი მაგია. ამის შემდეგ ეუბნებით. მაჩუქე რამე ან მომეცი ძღვენი ან დამაჯილდოვე არსება ანუ თქვენი კოშმარი დაგისვამთ კითხვას რა გინდა რომ გაჩუქო ამ კითხვას არაფრით არ წამოეგოთ და არ უპასუხოთ რა გინდათ, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თქვენ სწორ პასუხს ვერ გასცემთ. თქვენთვის სასარგებლო პასუხს ვერ გასცემთ. ამიტომ ეუბნებით, რასაც გაიმეტებ, რასაც საჭიროდ ჩათვლი. და აქ ლაპარაკია არა უბრალოდ მატერიალურ ძღვენზე ან საჩუქარზე, არამედ გარკვეულ ნიჭზე, რომელიც აუცილებლად გამოავლენს თავს თქვენს ცხოვრებაში და საკმაოდ მოკლე ხანში. ამ ვიდეოში აღარ ვილაპარაკებ იმაზე, თუ რა სახით შეიძლება ეს გამოვლინდეს, იმიტომ რომ ამდენი დროც აღარ დაგვრჩა და დასასრულისთვის გეტყვით, რომ კიდევ ერთი ბენეფიტი, რასაც ამ შემთხვევაში იღებთ, ეს გახლავთ ის, რომ სხვა დროს სიზმარში, როდესაც თავს ცუდად იგრძნობთ, ან დღისით ხართ ცუდად და საღამოს დაწყებით დაიძინეთ მთელი დღის უშუალოდ ჩფოთვის ან ნერვიულობის შემდეგ თქვენ სიზმარში შეგიძლიათ ეს მეგობარი გამოიძახოთ. უბრალოდ წარმოთქვათ მისი სახელი და როგორც ეს ჩადოსნურ ზღაპრებში ხდება ხოლმე თუ გახსოვთ, ახსენეთ ჩემი სახელი და შენთან გავჩნდები. აი დაახლოებით ასე ხდება. ის აუცილებლად მოვა თქვენთან სიზმარში, დაძახილზე და თქვენ შეგიძლიათ სთხოვოთ მას დახმარება და ის უთუოდ დაგეხმარებათ. მესმის, რომ რასაკვირველია, ყველა ადამიანი ამას ვერ დაიჯერებს, მაგრამ პირადად მე მყავს ასეთი მეგობარი, რომლის სახელსაც ვერ გაგემხელთ, მაგრამ წლებია ის მე მეხმარება. დასასრულისთვის გეტყვით, რომ ამასთან ერთად, ყველა იმ ჩამოთვლილ უპირატესობასთან ერთად, რაც ამ კონკრეტულ ტექნიკას გააჩნია, არის ის, რომ თქვენ მეტად აღარ ნახავთ კოშმარებს. არასოდეს. დღეისათვის სულ ეს იყო. დავამატებ, რომ ამ ინსტრუმენტის გამოყენებას, ანუ იმას, რომ გააცნობიერო, რომ სიზმარში ხარ, იმას, რომ ეს თანმიმდევრობა დაიმახსოვრო, ჭირდება ვარჯიში. და სავალდებულო არ არის, რომ აუცილებლად კოშმარი გესიზმრებოდეთ ვარჯიშის დროს, უბრალოდ შეეცადეთ ყოველთვის დაძინებისას, ყოველღამე დაძინებისას ეს პატარა სავარჯიშო ჩაატაროთ სიზმარში. და მხოლოდ ამის შემდეგ მიაღწევთ იმ ძალას, რაც შეგაძლებინებთ, გააკეთოთ ის, რაზეც მოგიყევით. მადლობა და ბედნიერებას გისურვებთ ყველას.